საჩხერის მუნიციპალიტეტმა 6 ნოემბერს სახალხო დღესასწაულს საჩხერლობა 2016-ს და ამავდროულად მუხრანობას უმასპინძლა. მრავალფეროვანი და საინტერესო სადღესასწაულო ღონისძიებები დღის განმავლობაში სოფელ არგვეთსა და ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. პირველ ღონისძიებას არგვეთის საჯარო სკოლამ უმასპინძლა ლიტერატურული კომპოზიციით „შენ სისხლო ჩემო“. ყველა საჩხერელი და ასევე ყველა არგვეთელი განსაკუთრებით ამაყია დღეს, ვინაიდან იცით რომ მუხრანი არის საამაყო მამულიშვილი არა მხოლოდ საჩხერლებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის და მით უმეტეს არგვეთლებისთვის. სწორედ აი ამიტომ დიდი ენთუზიაზმით გადაწყვეტა მთელმა არგვეთმა და განსაკუთრებით სკოლამ ასევე დიდი სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, რათა ასე ვთქვათ, ერთგვარი პატივი გვეცა აი ამ დიდი მამულიშვილის ხსოვნისათვის. მუხრანი მოგეხსენებათ, არის ერთ-ერთი ბუმბერაზი პიროვნება, რომელიც გაზარდა სოფელმა არგვეთმა საჩხერის რაიონში და ეს ჩვენთვის თითოეული არგვეთელისთვის საამაყოა და მე მინდა მიულოცო გულით დასასრულით ამ სოფელს ეს დიდი პიროვნების გაზრდა, მაგრამ არგვეთი არ ჯერდება მარტო ამას, კიდევ ბუმბერაზს გაზის და ეს ძალიან საამაყოა. გილოცავთ ყველა სამხევანდელ დღეს და მრავალს დაგასწროთ უფალმა დღეს. სკოლის ეზოში გაშლილ სუფრას ქართული ტრადიციული კერძები ამშვენებდა, იქვე იმერელი ბებო ჩურჩხელას ავლებდა. მოსწავლეებმა პოეტის მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება კიდევ ერთხელ გააცოცხლეს. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით სპორტულმა კომენტატორმა ჯამლეთ ხუხაშვილმა მიმართა, რომელიც სხვა სტუმრებთან ერთად საჩხერეს საგანგებოდ ამ დღისთვის ესტუმრა. მართალია, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ითვლება მსოფლიოში ყველაზე ბებერ სპორტულ კომენტატორად და ამიტომ მიკროფონი პირველი მე მხვდა წილად და ბედნიერი ვარ, რომ მე გავხსენი ეს დიდებული დღე და ყველა საჩხერის რაიონის წარმომადგენელი, ეს არის არგვეთი თუ ეს არის საჩხერის სხვა შემოგარენი, ყველა ერთად შეკრებილებმა რაღაც სასწაული მოახდინეს. და ამ სასწაულს ჩვენ მივესალმეთ იმ გულითადი სიტყვებით, რომელიც დაიმსახურა საჩხერემ და ვთქვით, რომ საჩხერი არის ის რეგიონი დღეისათვის, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა მსოფლიოში ყველაზე ღონიერი, ყველაზე გონიერი, ყველაზე მდიდარი, ყველაზე ნიჭიერი. მე აღარ ვლაპარაკობ ესე იგი მუხრან მაჭავარიანსა და მის კოლეგებზე და პავლო იაშვილი და კიდე ბევრის გახსენება შეიძლება, რა თქმა უნდა, და ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ ეს რაიონი არის ძალიან მდიდარი თავის სულიერებით, თავის ზნეობით და თავის სპორტულობით. მე მაინც სპორტული კომენტატორი ვარ და არ შემიძლია ამ ლიანდაგებზე არ ვიარო. ისე რომ გილოცავთ. სტუმართა შორის იყვნენ იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ პუპატაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, ოსკარ შინდლერის აკადემიის მხატვარ დიზაინერთა სკოლის წარმომადგენელი პროფესორი მაქს მეირშავიტი, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ჩვენს მეზობელ მუნიციპალიტეტს სახელოვანი მამულიშვილების მშობელ თუ აღზრდელს ურთმელად მიულოცავ ამ ძვირფას ფრიად ღირსშესანიშნავ დღესასწაულს მუხრანობას, ბედნიერებას, წარმატებას და უზღვავს სიხარულს გისურვებ ჩემო ძვირფასო საჩხერლებო. ტრადიციულად საჩხერი მასპინძლობს მთელ იმერეთს, სრულიად საქართველოს და ძალიან მიხარია, რომ ესე ლამაზად იწყება დღევანდელი დღე. ამიტომ ჩვენიერია ყოველგვარი პირობა არის შექმნილი იმისათვის, რომ ვიზეიმოთ დღევანდელი დღესასწაული და მისაღებლო შემთხვევით და თქვენი ტელევიზიის მეშვეობით მიულოცო საჩხერეს, მიულოცო სრულიად იმერეთს და უსრულო წარმატებები და განვითარება. სული და გულით ულოცავ არამარტო საჩხერებს, ეს საქართველოს მუხრანობას და ამ დიდი კაცის, დიდი ადამიანის ხსენების დღეს. ეს იყო დიდი ადამიანი, დიდი პიროვნება იყო, დიდი პოეტი იყო და ეს იყო მოვლენა საერთოდ, როგორც პიროვნება, როგორც პოეტი, როგორც შემოქმედი, იყო მაგალითი, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანი, როგორ უნდა იხვაწოს და როგორ უნდა შეწიროს ქვეყანას თავი. მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა. გასულ წელს პოეტის სახლში მის მშობლიურ სოფელ არგვეთში სახლ-მუზეუმი გაიხსნა. მუხრანობას პოეტის სახლ-მუზეუმმაც უმასპინძლა. მუხრანის შემოქმედების თემაზე ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით „ძე ქუხილისა“. სახალხო დღესასწაულს პოეტის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. მუხრან მაჭავარიანს აქვს ერთი ძალიან საინტერესო წერილი თავის ერთ-ერთ ცნობილ ქართულ მოღვაწეზე და ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ისო საქართველოთი იყო დაავადებულიო და ღმერთთან უკნასო ამ ავადობამ გაუვაროს, თორე კაცს რომ ეს ავადმყოფობა გაუვლის, ის ლეშად იქცევაო. მუხრან მაჭავარიანი თავად იყო დაავადებული საქართველოთი ბავშვობიდან თავისი მთელი სიცოცხლის მანძილზე. არავის თავის შემოქმედებაში ქართული და საქართველო ალბათ იმდენჯერ არა აქვს ნახსენები, რამდენიც
მუხრან მაჭავარიანს. არავის საქართველოზე და ქართულ ენაზე იმდენი ლექსი არ აქვს, ალბათ რამდენიც მუხრან მაჭავარიანს. ხშირად ჩვენ რო გვეკითხებიან, თქვათ რა არის ქართული ენა, მუხრან მაჭავარიანს მოვიშველიებთ, იმიტომ რომ ენათმეცნიერებს გვიჭირს განუმარტოთ, განსაზღვროთ რა არის ქართული ენა. ქართული მარტო ენა, ქართული ქართველთა წმენა, ღმერთია, ბედისწერა, ზღვაროა, იმოდენა. ამაზე უკეთეს განმარტებას ქართული ენისას ალბათ ვერავინ ვერ მოიფიქრებს. ძალიან გახარებული ვარ, რომ დაარსდა მამას სახელობის დღე. დიდი მადლობა ამისათვის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას, არგვეთს, მთელ საქართველოს და რაღაც მიმაჩნია, რომ ეს იქნება საწინდარი ქართული სულის აღორძინებისა საერთოდ საქართველოში. ღონისძიება ადგილობრივი მსახიობების მონაწილეობით მიმდინარეობდა. ცოტა ხანში მათ მომღერალი თემურ ციკლაური შეუერთდა, რომელმაც მუხრან მაჭავარიანის ლექსზე ვითარცა მტკვარი შექმნილი სიმღერა შეასრულა. მათ შევწირა უფალს, რომ შევძერიდა მისი ლექსებზე დაწერილი სიმღერები ხვდა წილად და მეც ვერი ვარ ამ სიმღერებს. ალბათ ეგ არის ჩემთვის ის დიდი ბედნიერება, რაც შეიძლება მსახიობს და მომღერალს ჰქონდეს. მისი სიტყვები ეგრე ადვილად არ იმღერება. რთულ სამღერია, რთულ აღსათქმელი, ამ დროს იგი სავსეა, უზარმაზარი ენერგიით და ამით არის ალბათ უფრო რთულად მოსატანი ხალხის ყურამდე და ხალხის გულამდე. ბედნიერი ვარ, რომ ის სახლ-მუზეუმში ვიმყოფები და წარმოგიდგენია მის გამზე ვიჯექი იმ ჰაერს სუნთქა, რომელსაც იგი სუნთქა, იმ ჭიდან წყალი დავლიე, რომელსაც იგი სვავდა. არც მე როგორ ხედავ ცხოვრებას და ამაში მე ბედნიერებას ხედავ. გიოცავ დღევანდელ დღეს, საჩხერლობა ულამაზესი დღესასწაული, ცხინვალედ ორგანიზებული უამრავი სტუმარია ჩამოსული, მიხარია რომ ვესწრები ამ ყველაფერს, წარმატებას უსურვებ ამ ქალაქს, განთქმულია თავისი გონიერი ხალხით, განთქმულია სპორტით, განთქმულია ხელოვნებით და მე ვიმაჩნია რომ ესეთი ღონისძიებები არის ცხინვალე და ყველა ქალაქში უნდა იყოს. საჩხერლობას, მუხრანობას სულოცავ მთელ საქართველოს, განსაკუთრებით საჩხერლებს. ეს არის ძალიან დიდი ზეიმი დღეს ყველასათვის და ბედნიერი ვარ, რომ საჩხერეში უკვე არის მუხრან მაჭავარიანის ძეგლი, ყველა საჩხერეს, ყველა ქართველს შეუძლია პატივი მიაგოს ამ დიდი მამულიშვილის, დიდი ადამიანის ხსოვნას. მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით დაფუძნებული საჩხერლობის და მუხრანობის დღესასწაულის აღნიშვნის მიზანს, როგორც ქართველი პოეტის სახელის უკდავყოფა, შემოქმედებითი პოპულარიზაცია, მისი ცხოვრების წესის მომავალ თაობაში დამკვიდრება, ასევე წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შეჯამება და სამომავლო გზების დასახვა წარმოადგენს. მალხაზ ბაზაძის თქმით, ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს და 2017 წელი პოეტის, თარგმნელისა და ესეისტის წარმოშობით საჩხერელი პაოლო იაშვილის წლად გამოცხადდება და მომავალ წელს საჩხერლობასთან ერთად მისი სახელობის დღე აღინიშნება. ეს არ იქნება მარტო ფორმალური ღონისძიება, ეს არის ზუსტად საბაბი იმისა, რომ თითოეული ჩვენთაგანი გავერთიანდეთ, მოვეფეროთ ერთმანეთს, სიყვარული ვაჩუქოთ ერთმანეთს და მართლაც რომ საჩხერე დღეს ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტია, შემიძლია ხმამაღლა თქვა, მინდა რომ ღონისძიებებითაც პირველი იყოს. რამე თუ ჩვენ გვყავს დიდი აკაკი, გვყავს დიდი მუხრანი, გვყავს პაოლო, გვყავს ბატონი ბიძინა, გვყავს ლაშა ტალეხაძე და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ ყველას მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე. მოხარული ვარ, ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება ყოველწლიურად. ძალიან დიდი პროგრამა არის, დაიწყო ძალიან კარგად, ხიარულად, გაღიმებული სახეები, ბედნიერი სახეები და იმედი მაქვს, რომ დღის ბოლომდეც ასე გაგრძელდება. სტუმრებმა და მასპინძლებმა ქალაქის ტერიტორიაზე მუხრან მაჭავარიანის სკვერში გადაინაცვლეს. მოგოსნის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. აქვე მოეწყო მხატვრული კომპოზიცია შენ სისხლო ჩემო. დღეს ის შემთხვევა, როდესაც აღნიშნავს საჩხერლობას, მუხრანობას, ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია საჩხერლებისთვის და მე მიულოცავ თითოეულ საჩხერელს და საჩხერე მდიდარია დიდი ადამიანებით და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩხერელის დღე. სკვერიდან გზად კულტურის ცენტრამდე სხვადასხვა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა საცეკვაო ნომრები შეასრულეს. დღის განმავლობაში გამართული ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართული იყო მუნიციპალიტეტის გამგეობა და კულტურის სამსახური.
პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველა მოწვეულ სტუმარს, რომლებმაც გამონახეს დრო და ჩამოგზავნეს საჩხერეში. ძალიან დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს და ყველა მონაწილე კოლექტივებს. ღონისძიება იყო სრული დატვირთვით, ყოველი წუთი იყო გათვლილი, რის გამოც შეიძლება ცოტა მაყურებელი გადავღალეთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ძალიან სასიამოვნოა იმდენად, რამდენადაც აბსოლუტურად ყველა საჩხერის კულტურული დაწესებულებები ჩაერთო ამ ღონისძიებაში. გილოცავთ ყველას ვილოცავთ საჩხერლობას. ძალიან კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის. გვიხარია რომ დაგვიდა საჩხერეში ეს დღევანდელი დღე. და რა ვიცი, კარგი იქნება თუ რაიონს ასეთ ყურადღებები დაეთმობა. დღე ანსამბლ მოდინახეს ვარსკვლავის გახსნით გაგრძელდა. ასევე ობოლაც კურიძის სახელობის კულტურის ცენტრში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გამოფენა მოეწყო. ვარსკვლავი გავგეხსნეს, დაგვაფასეს რაიონმა, ხელმძღვანელობამ და 10 ჩვენზე არის მუშაობა, ანსამბლი უკვე დაფინანსებულია, ხელფასები ვეძლევა და აუცილებლად მეტი და მეტი გმართებს, რომ ეს ამ ანსამბლის სახელი არა მარტო რაიონში და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რესპუბლიკის გარეთ გავიტანოთ კიდევ. დღის განმავლობაში რკინიგზის სადგურის მოედანზე იმართებოდა სპორტული თამაშობები მკლავჭიდში და ნარჩში. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, გაყიდვა. საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე მიმდინარეობდა ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების და ინდივიდუალურ შემომსრულებელთა კონცერტი. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ინიციატივით მოეწყო ნორჩ მხატვართა ნამუშევრების და რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა. საჩხერლობა 2016-ში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ქალაქის სამხატვრო სკოლების მოსწავლეები ჩამოვიდნენ. წარმოდგენილი გვაქვს თექა, ბატიკა და ნახატები. მე წარმოადგინე ძველი თბილისი, რომელიც იყო სადიპლომო ნამუშევარი. ნახველი აქტიურად მოდის. ზეიმს ქართული ტრადიციული სუფრის გარეშე არც აქ ჩაუვლია. ადმინისტრაციული ერთეულებისა და სამსახურის წარმომადგენლებმა მოედნის მასშტაბით ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს. ყველას ულოცავ მთელ საჩხერებს, ჯერ ჩვენ თანამშრომლებს ყველას და მე მთელ საჩხერეს, მთელ საქართველოს ულოცავ ამ დღესასწაულს. როგორი განწყობა? ძალიან ლამაზი განწყობა, ძალიან კარგი, ძალიან მაგარი განწყობა გვაქვს ყველას. ქართული სუფრა, იმერული სუფრა გვაქვს, სუფრაზე წარმოდგენილია გოჭი, იმერული ხაჭაპური, მოხარშული დედალი, ხილი და რა ვიცი, რაც სული და გულით და ქართული ღვინო რაც მთავარია. მთელი სულითა და გულით ვეპატიჟებით ყველა გამლებს და გამომლებს. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ხორობაში. ულოცავ ყველა საჩხერებს, საჩხერლობას და მუხრანობას. ეს ტრადიცია იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება, ძალიან საინტერესო ტრადიცია არის ეს ღონისძიებები, სახალხო დღესასწაულები და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი წლები უკეთესი და უკეთესი იქნება. ფაქტია, რომ წინა წლებთან შედარებით ამინდიც უკეთესია და ფაქტიურად ბევრი რამ არის კარგი გაკეთებული მუნიციპალიტეტში და განსაკუთრებით ჩვენ ვაპირებთ მომავალში ტურიზმის მიმართულებითაც მუშაობას. მაყურებელთა განსაკუთრებული ყურადღება სცენამ მაშინ დაიმსახურა, როცა ანსამბლ ბაგრატის და კომპოზიტორ ჯუბა ჯანდიერის შესრულებით სიმღერის საჩხერე დავბადებულ ვარ ბეშენს მსახურად პრეზენტაცია მოხდა. მშობლიურ ქალაქზე შექმნილი სიმღერის ტექსტი კულტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტ ზურაბ თურმანიძეს ეკუთვნის. მუსიკის ავტორი კი ჯუბა ჯანდიერია. არც ერთ ქართულ კომპოზიტორს საჩხერეზე სიმღერა არ დაუწერია. საერთოდ არ ყოფილა საჩხერეზე. მეორე არის იმერეთზე, სამეგრელოზე, ქუთაისზე, ბევრ სიმღერება ყველაზე. საჩხერეს მე ვიყავ ქართულ კომპოზიტორთა პირველი, როდესაც შევქმენი პირველი 2006 წელს და ახლა 2016 წელს 10 წლის შემდეგ მეორე გიმნი უძღვენი, ჩემი სიყვარული გამოხატე, ჩემი კუთხის და ამ მიწაწყლის საღამოს ოლიმპიელები გიორგი ასანიძე და ლაშა ტალახაძე შეუერთდნენ. ულოცავ გავანებთ დღეს საჩხერეს, განეობა საჩხერობას. მე მიხარია რომ ვარ პირველი საჩხერელი, რადგან რა ვიცი, მართლა ჩემს პატივი არის დღეს ამ ხალხის გვერდით ყოფნა. მოგვიანებით სცენაზე მუნიციპალიტეტის გამგებელი ავიდა და მიწვეულ სტუმრებს საჩხერის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისა და პრესტიჟის ამაღლებაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური პრიზები გადასცა, რის შემდეგაც სცენა ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა დაიკავეს. Jackson, Mississippi, we show up, don't show up, smoother than a French fry skipping. Too high, but then
დღეს ჩვენთან ჩამოვიდნენ მოწვეული სტუმრები, ქართული ესტრადის სტუმრები და ძალიან მოგწონს კონცერტი. უროცავ მთელ საჩხერეს ამ დღესასწაულს. რა ვიცი, ძალიან კარგი დღეა, ძალიან ვიმხიარულე და რა ვიცი, ძალიან მომწონს. საჩხერლობა 2016 და მუხრანობა გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.